მოგესალმებით, მე მაიკო ნაჭყებია ვარ და შევაჯამებთ კვირის განმავლობაში მიმდინარე მნიშვნელოვან მსოფლიო ამბებს. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ დიარბაკირში აფეთქების შედეგად მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა, 55-მდე კი დაშავდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავდასხმა ქურდისტანის მუშათა პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. ბომბი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მაშინ აფეთქდა, როცა პოლიციის ავტობუსს ტერორისტში ეჭვმიტანილი პირები გადაჰყავდა. დაჭრილთა შორის 12 პოლიციელი და 5 ეჭვმიტანილია. თურქეთის ხელისუფლებამ მომხდარი ფაქტი ტერორისტულ აქტად შეაფასა. მათი განცხადებით, დაკავებულთა შორის ქურდისტანის მუშათა პარტიის წევრები იყვნენ, რომლებიც თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებადაა ცნობილი. ქურთი ამბოხებულების სამიზნე პოლიციელები და სამხედრო მოსამსახურეები მას შემდეგ არიან, რაც 2015 წლის ივლისში სამშვიდობო შეთანხმება დაირღვა. ქურთისტანის მუშათა პარტია ქურთების პოლიტიკური უფლებებისათვის იბრძვის და თურქეთში ქურთული ავტონომიის შექმნას მოითხოვენ. დიარბაკირი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ქურთისტანის დედაქალაქად იწოდება. გერმანიაში დანით შეიარაღებულმა პირმა, რომელიც ალაჰ აკბარს გაჰყვიროდა, 1 ადამიანი მოკლა, ხოლო 3 ადამიანი კი დაჭრა. შემთხვევა რკინიგზის სადგურთან ბავარიაში მოხდა. ინციდენტი ქალაქ გრაფინგში, მიუნხენიდან 15 კილომეტრის მოშორებით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული 27 წლის გერმანიის მოქალაქეა და წარსულში ნასამართლევი არ არის. ქალაქ გრაფინგში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სიცხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. ოფიციალური პირების განცხადებით, დაკავებულ ფსიქოლოგიური და ნარკოლოგიური პრობლემები ჰქონდა. იტალიის პროვინცია აპულიაში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, 3 ტერორისტში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ტერორისტების სამიზნე რომი, ლონდონი და ბარის რაიონული ცენტრი იყო. 3 ეჭვმიტანილი მამაკაცი, რომლებიც ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ, იტალიის პოლიციამ დააკავა. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულთა შორის 2 ავღანელია. ერთი მათგანი დაკავშირებული იყო ტერორისტულ ქსელებთან, მეორეს კი ქვეყანაში უკანონოდ მიგრანტები შემოჰყავდა. ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულის მობილურში აღმოაჩინეს, მიუთითებს იმაზე, რომ ასეთ კადრებს როგორც წესი გარკვეულ საიტებზე აქვეყნებენ. ამ ვებგვერდზე შედიან მხოლოდ ისინი, რომლებიც საერთაშორისო ჯიჰადის ქსელს მიეკუთვნებიან, განაცხადა იტალიური პროკურატორის თანამშრომელმა რობერტო როსიმ. მესამე დაკავებული პაკისტანელია, რომელიც მიგრანტების ახლო აღმოსავლეთში გადაადგილებას ხელმძღვანელობდა. ასევე 2 ეჭვმიტანილი პირი, რომლებიც ქალაქ ბარის რეგიონში ცხოვრობდნენ, კვლავ ძებნაა გამოცხადებული. კანადის პროვინცია ალბერტაში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა დღემდე ვერ ხერხდება. ცეცხლი სამხრეთით დაუსახლებელ რაიონში გავრცელდა. კანადის ნავთობის კომპანიებმა მუშაობა განაახლეს, რომელიც ხანძრის გამო იყო შეწყვეტილი. ევაკუირებული პერსონალი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა. მთელ პროვინციაში 3 მაისიდან მოყოლებული დაახლოებით 90,000-მდე ადამიანი იქნა ევაკუირებული, მათ შორის ფორტ მაკმიურეის მთელი ქალაქის მოსახლეობა, სადაც დაახლოებით 3,000 სახლი დაიწვა. პარასკევს ფორტ მაკმიურეიში კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო ჩავიდა. ევაკუირებულმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ პრემიერი ბევრად ადრე უნდა ჩასულიყო. ის აქ უნდა ყოფილიყო და ხელი შეეწყო თანამემამულეებისათვის, როდესაც მათ ესჭირდებოდათ, მაგრამ ის წავიდა საზღვარგარეთ სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად. მე ვფიქრობ, რომ მას ასეთივე ძალისხმევა ჩვენ მიმართ უნდა გამოეჩინა, განაცხადა კიმ კრანტმა. ხანძარი ტყეში კანადის ჩრდილოეთით ცხელი ამინდების გამო გასულ კვირას გაჩნდა. ცეცხლმა 200,000 ჰექტარი მოიცვა. მეხანძრეებმა ცეცხლის რამდენიმე კერის ჩაქრობა მოახერხეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცეცხლი ამ დროისთვის 1600 კვადრატული კილომეტრის ფართობზეა გავრცელებული. ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ტერორისტული აქტის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ყველაზე მეტი მსხვერპლი მანქანის აფეთქებას ხალხმრავალ ბაზარში მოჰყვა, რომელიც ერაყის დედაქალაქის აღმოსავლეთით, ღარიბულუბან მადინატ სადრშია, სადაც დაახლოებით 2 მილიონი შიიტი ცხოვრობს. ადგილობრივი მოსახლეობა აღშფოთებულია. ჩვენ გვსურს ნორმალური ცხოვრება, ჩვენ გვინდა ბაზარში სიარული, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ჩვენს უსაფრთხოებას. მთავრობა აცხადებს, რომ მათ აქვს სპეციალური ტექნიკა, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენა შეუძლია. მე ვეკითხები მათ, სად არის ეს დეტექტორები, როგორ ვერ შეძლეს აღმოეჩინათ მანქანა, რომელიც სავსე იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებით, განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ასევე 20 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა 2 ახალი ტერაქტის შედეგად, რომლის დროსაც დამინული მანქანა აფეთქდა. ერთი აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთით შიიტებით დასახლებულ რაიონ ელ-კაზიმიაში, ხოლო მეორე სავაჭრო ქუჩაზე დედაქალაქის დასავლეთით მოხდა. გაეროს მონაცემების მიხედვით ერაყში მხოლოდ აპრილის თვეში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებების შედეგად ქვეყანაში 751 ადამიანი დაიღუპა, 1374 კი დაშავდა. 3 ესპანელი ჟურნალისტი, რომლებიც ისლამისტებმა სირიაში გაიტაცეს, გაათავისუფლეს და კვირა სამშობლოში დაბრუნდნენ. ანხელ სასტრე, ანტონიო პამპლიეკა და ხოსე მანუელ ლოპესი ჟურნალისტულ გამოძიებას ალეპოში აწარმოებდნენ, რა დროსაც ტყვედ გასული წლის ივლისში ჩავარდნენ. მათ გათავისუფლებაში თურქეთისა და ყატარის ხელისუფლება დაეხმარა. ავსტრალიის პოლიციამ 5 ეჭვმიტანილი ექსტრემისტი დააკავა, რომლებიც ინდონეზიასა და ფილიპინების გავლით სირიაში ჩაღწევასა და ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანებას გეგმავდნენ. ეჭვმიტანილები ქალაქ კენტში დააკავეს, რომელიც ავსტრალიის შტატ κουინსლენდის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მათი ვინაობა არ ხმაურდება, მხოლოდ ცნობილია, რომ ახალგაზრდების ასაკი 21-დან 33 წლამდე მერყეობს. ჩვენ ჩავატარეთ სერიოზული გამოძიება 5 ადამიანზე, რომლებიც დიდი ხანია ექსტრემისტულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები. ისინი ცდილობდნენ უკანონოდ გადაეკვეთათ საზღვარი, მათი პასპორტები გაუქმებულია და ამიტომ ისინი სპორტული ნავით ცდილობდნენ ქვეყნის დატოვებას, განაცხადა პოლიციის კომისარმა შეინ პეტონმა. ავსტრალიის საემიგრაციო სამსახურის ცნობით სირიაში 100-მდე ავსტრალიის მოქალაქე იბრძვის. მექსიკელი ნარკობარონი ხოაკინ გუსმანი მეტსახელად ელ ჩაპო მექსიკის ჩრდილოეთით ქალაქ სიუდად ხუარესის ციხეში გადაიყვანეს, რომელიც ამერიკის შტატ ტეხასიდან რამოდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ექსპერტების აზრით ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ელ ჩაპოს ამერიკაში ექსტრადაციამდე, სადაც მას ბრალი დაუსწრებლად რამოდენიმე მუხლით წაუყენეს. შეგახსენებთ, რომ ელ ჩაპო მექსიკის ალტიპლანოს ციხიდან მიწისქვეშა გვირაბის გამოყენებით გაიქცა, თუმცა გაქცევიდან 6 თვის შემდეგ 2016 წლის იანვარში დააკავეს. უკრაინელმა მესაზღვრეებმა 17 ტილო აღმოაჩინეს, რომელიც ჩარჩან ვერონის კასტელმეიკოს მუზეუმიდან მოიპარეს. აღმოჩენილ ნამუშევრებს შორისაა რუბენსისა და ტინტორენტოს ნახატები, მათი საერთო ღირებულება კი $16 მილიონ აღემატება. მესაზღვრეების განცხადებით ნახატების ამოღება ოდესის ტერიტორიაზე მოხდა, საიდანაც ტილოების მოლდოვაში გადატანას გეგმავდნენ. 8 მაისს ტოკიოში გამართულ გეი პარადში 1000-ობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. LGBT და მათი მომხრეები ქალაქის ქუჩებში ცისარტყელას დროშებით გამოვიდნენ. შეგახსენებთ, რომ ცისარტყელა არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების სიმბოლოა. ორგანიზატორების განცხადებით ეს იყო ყველაზე მასშტაბური შეკრება. აღლუმზე 70,000 ადამიანი შეიკრიბა. ისინი ამ ჟესტით ქვეყანაში ჰომოსექსუალების უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ. საფრანგეთში კანის 79 კინოფესტივალი 11 მაისს დაიხსნა. ფესტივალი 10 დღე გაგრძელდება. ჟიური ოქროს პალმის რტოს ლაურეატებს კანის კინოფესტივალის დახურვის დღეს 22 მაისს გამოავლენს. წელს წინა წლებთან შედარებით უსაფრთხოების ნორმებია განკაცებული. ქუჩაში მობილიზებულია ასობით პოლიციელი. ზღვაზე სასახლის მისადგომებთან კი ყვინთავები არიან განლაგებულნი. გამნაღვლელთა გუნდი ოთახებს რეგულარულად ამოწმებს. კინოფესტივალი ამერიკელი რეჟისორისა და სცენარისტის ვუდი ალენის ფილმის „კაფეს საზოგადოება“ პრემიერით გაიხსნა, რომელსაც თავად ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები კრისტენ სტიუარტი, ჯეისი აიზენბერგი და ბლეიკ ლაივრი დაესწრენ. წელს ოქროს რტოს მოსაპოვებლად 21 ფილმია წარდგენილი. გამარჯვებულ ფილმსა და საპრიზო ადგილებს 22 მაისს ფესტივალის ჟიური გამოავლენს. ორდიბეხეშტი ირანული კალენდრის მეორე თვეა, რომელიც 21 აპრილიდან 21 მაისამდე გრძელდება. ამ პერიოდში ვარდის ფურცლებს კრეფენ, რომელიც ვარდისწყლის დასამზადებლად გამოიყენება. უდიდესი ცენტრი, რომელიც ვარდების გაშენებასა და ვარდისწყალს აწარმოებს, ირანში, სოფელ კამსარში, ისპაჰანის პროვინციაში მდებარეობს. ჩვენ პლანტაციაზე მუშაობას დილის 5 საათზე ვიწყებთ. მოკრეფილ ვარდებს კი კამსარში ვაგზავნით, რათა ვარდისწყალი დაამზადონ. ყვავილების მოკრეფა მზის ჩასვლამდეა რეკომენდირებული, როდესაც ისინი ეთერზედებით განსაკუთრებით მდიდარია. ირანის ამ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სურნელოვანი ვარდის სახეობა მუჰამადი იზრდება, რომელიც დამასკოს ვარდის ნაირსახეობაა. ამ სახეობის ვარდის მაღალი ხარისხი ადგილობრივი ბუნებრივი პირობებითა და
კლიმატითაა განპირობებული. ვარდების შეგროვება დილით ხდება და იმავე დღესვე ვარდის წარმოება იწყება, განაცხადა Euronews-ის ჟურნალისტმა ჯავად მონტაზერმა. ვარდის წყლის წარმოების ტექნოლოგია საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა. ჩვენ 30 კილო ყვავილს 70 ლიტრ წყალში ვყრით, რომელიც სპილენძის ქვაბშია მოთავსებული და 4 საათის განმავლობაში ვხარშავთ. ქვაბები ორთქლგამტარი მილებისაგან გამაცივებელი კონტეინერებისა და ვარდის ზეთისა და წყლის შემგროვებელი ჭურჭლისაგან შედგება. ჯამში ჩვენ 40 ლიტრ ვარდის წყალს ვიღებთ, განაცხადა ტექნოლოგმა ალი მაზრუმმა. შემდგომი დამუშავების შედეგად კი ვარდის წყლისაგან ვარდის ზეთს იღებენ. ვარდის წყალი ექსპორტზე არაბულ ქვეყნებსა და საფრანგეთში გადის. ვარდის ზეთი მედიცინასა და კოსმეტიკაში გამოიყენება. საფრანგეთში სუნამოების დასამზადებლად და ასევე კულინარიაში იყენებენ. ვარდის ზეთი, რომელიც ვარდი მუხამადისაგან მზადდება, მნიშვნელოვანი ორგანული დანამატია მრავალი სახის ალკოჰოლურ სასმელებზე, განაცხადა მუჰამედ განანი. ეს იყო კვირის განმავლობაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მსოფლიო ამბები, მე კი მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ.